ვირუსულად გავრცელებული ბოლო პერიოდის ვიდეო პინგვინთან დაკავშირებით. როდესაც პინგვინი წავიდა საპირისპირო მომართულებით, თავის ჯგუფს გამოეყო. დაიდო მილიონი რაღაცა სოციალურ ქსელში ვიდეო, რატომ წავიდა და მას თუ შეუძლია, შენ შეგიძლია საპირისპირო მიმართულებით იარო. რაღაცა ესეთი ნარატივი თუ ტექსტით გავცოთ. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს მართლა ასე ყოფილიყო და პინგვინი იმიტომ გამოეყო თავის ჯგუფს, რომ რაღაცა არ ვიცი, სისტემის წინააღმდეგ წავიდა და სხვა გზის აღმოჩენა უნდოდა. ხო, არა, რა თქმა უნდა, ამასთან არანაირი კავშირი არ არის ეს სისტემა, რომელ სისტემაზეა ლაპარაკი, ხო, როდესაც თქვა ეს არის ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებული ის, რომელიც უზრუნველყოფს ამ სახეობის გადარჩენას ამ ხნის განმავლობაში, ასე რომ იქ არ არსებობს ესეთი სისტემები, რომლებიც ჩვენ გვახასიათებს, ხო, არ არსებობს, არ ვიცი, უამრავი სხვადასხვა არასასიამოვნო პროცესები, რაც ადამიანის სოციუმს ახასიათებს, ხო? ისინი ჩვეულებრივად, როგორც ხარი, არიან ადაპტირებული გარემოს მიმართ და სწორედ აი ამის გამო ყალიბდება ის, რაც ჩამოყალიბდა, ხო, თქვა, იქ არ არსებობს, იქ დიქტატურა არ არსებობს. ესეთი მსგავსი არაფერი არ არის, ასე რომ ძალიან ეჭვმეპარება, რომ ის პინგვინი რაღაცაზე აღშფოთდა. ეს მე მგონი უფრო მულტფილმის გავლენაა, ეს თათების იმედზე, სადაც რომელიც პინგვინებზეა და რომელიც იმასება. სინამდვილეში ალბათ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად არის, არსებობს გარკვეული დაავადებები, შეიძლება გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული დეზორიენტაცია, რომლის მიხედვითაც ეს თქვა ერთი შემთხვევა არ არის, იყო რამოდენიმე შემთხვევა აღწერილი. ეხლა აი ეს რომელიც გავრცელდა იქ დაახლოებით 70 კილომეტრით დაშორდა იმას, იყო აღწერილი 80 კილომეტრით დაშორება, თუმცა ის მაინც გავიდა შემდეგ სხვადასხვა სანაპიროზე. ორი რამ შეიძლება იყოს ეს განსახლება, შეიძლება იყოს ასე თქვა სხვა ჯგუფში გადასვლის მცდელობა, რადგანაც ეს კავშირები არსებობს ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუნდაც რომ ინბრიდინგის შემცირდეს, ესე შესაძლებელი არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა ფიქრობს, რომ ისინი ვიც ასე თქვა აკვირდებოდნენ, მათი მოსაზრება არის, რომ მას ჰქონდა მიღებული რაღაც გარკვეული ტრავმა, რამაც გამოიწვია დეზორიენტაცია და შემდეგ მას უბრალოდ აერია გზა.